საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების მოცულობამ 58.5 მილიარდი ლარი შეადგინა, წლიური ზრდა 11%-ია, ბოლო ერთ თვეში კი დეპოზიტების პორტფელი 468 მილიონი ლარით, ანუ 0.8%-ით გაიზარდა. მათ შორის ვადიან დეპოზიტებში დაახლოებით 68 მილიონიანი ზრდა, მოთხოვნამდე დეპოზიტებში კი პორტფელი 400 მილიონით არის გაზრდილი. მარტის მონაცემებით დეპოზიტების 47% ლარშია განთავსებული, აღსანიშნავია, რომ 19 კომერციულ ბანკში განთავსებული დეპოზიტებიდან ანაბრების პორტფელიდან 10.5 მილიარდის დანაზოგები დაზღვეულია, მათ შორის დაზღვევა ვრცელდება ფიზიკური პირების 9.7 მილიარდი ლარის დეპოზიტებზე. Როგორ მოქმედებს დღეს დეპოზიტების დაზღვევის სტრუქტურა, რა მოცულობის თანხაა მობილიზებული დეპოზიტების დაზღვევით და რა გეგმებია დანაზოგების დაზღვევის სისტემის გაფართოების კუთხით. ლევან თოდუა დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსი გვერდება პირდაპირ ეთერში. ბატონ ლევან, მოგესალმებით. მადლობა თქვენი დროისთვის. მადლობა თქვენი მოწვევისთვის. სააგენტომ გამოგხსნა 2024 წლის ანგარიშგება და შედეგები, როგორ იყო გასული 2024 წელი. მოდი დასაწყისში მოკლედ შევაფასოთ 24 წლის შედეგები რიცხვებში, რანხელა იყო ზრდა და შემდეგ 2025 წელსაც ვისაუბროთ. კი ბატონო, მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. გამოვაქვეყნეთ ნამდვილად 24 წლის ანგარიში, ასე ვთქვათ, 2024 წელი საკმაოდ დატვირთული იყო, ესეთი ღირსშესანიშნავი მოვლენები მოხდა ჩვენი სააგენტოს, ასე ვთქვათ, ფუნქციონირებაში და ცხოვრებაში. პირველი და უმთავრესი რაც არის ზღვარი გავზარდეთ. და ამასთან დაკავშირებით თქვენ ეთერშიც ჰქონდა საუბარი, მაგრამ კიდევ ერთხელ გამომეორდები, ვინაიდან 24 წელზე გვაქვს საუბარი. ესე იგი 15,000-დან გავზარდით 30,000-მდე, რაც საკმაოდ კარგი ზრდა იყო. ესე იგი დღეისათვის ფიზიკური და იურიდიული პირების დეპოზიტები დაზღვეულია 30,000 ლარის ფარგლებში, თითოეულ ბანკში, თითოეულ პირზე. ამას ყოველთვის აღვნიშნავ ხოლმე, რომ ინფორმაცია მაქსიმალურად მივაწოდოთ, ესე იგი ჩვენ დეპოზიტორებს. 24 წელს ზრდის, ასე თქვა, დიდი ზრდაც მაქედან გამომდინარე. დიდი ზრდაც მაქედან გამომდინარე მოხდა, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით დიდი ზრდა მოხდა იანვარშივე, იმიტომ რომ დაზღვეული დეპოზიტების მოცულობა გაიზარდა სადღაც 35% და მეტით, ანუ 6 მილიარდი და თუ 9 მილიარდი გახდა. შესაბამისად გაიზარდა სავალდებულო შენატანებიც, თუ აქამდე თქვა 2023 წლის განმავლობაში 3.5 იყო საშუალოდ ყოველთვიური შენატანი ბანკების სავალდებულო შენატანებს გულისხმობ, უკვე 2024 წლიდან სადღაც 35-40%-ით უკვე გაეზარდა ბანკებს და საშუალოდ თქვა 5.7 აი 6 თითქმის 6 მილიონს მიაღწია უკვე აი წელს რო ავიღოთ მაგალითად შენატანების მოცულობა. რა თანხაა აკუმულირებული? 300 მილიონამდე არის უკვე ჩვენს ფონდში აკუმულირებული თანხა. თანხა რა თქმა უნდა იზრდება, ვინაიდან კარგია რომ ჩვენ დეპოზიტების მოცულობას დასთან ერთად რა თქმა უნდა დეპოზიტების მოცულობა თუ ავიღებთ 2024 წელს 5.35%-ით გაიზარდა დეპოზიტები, თქვა წლის დასაწყისიდან წლის ბოლომდე შესაბამისად დაზღვეული დეპოზიტების გაიზარდა 10 მილიარდს მივახციეთ 10 დაზღვეული დეპოზიტების ოდენობა. აქედან რა თქმა უნდა დიდი ნაწილი არის ფიზიკური პირების, ფაქტობრივად 9.6 და იურიდიული პირების მილიონამდეა. მილიარდამდე არის იურიდიული კი, ცირი არის წილი იურიდიული პირების, ეს იქიდან გამომდინარე, რომ ზღვარი 30,000 იურიდიული პირებისთვის შეიძლება დიდი ზღვარი არ იყოს, თუმცა თუ ავიღებთ თქვა სრულად დაზღვეულ დეპოზიტებს, იურიდიული პირების შემთხვევაში 90%-ს მივახციეთ და ფიზიკური პირების შემთხვევაში სრულად დაზღვეული დეპოზიტები 98%-ს აჭარბებს თითქმის აი ეს. კი ბატონო. თანხის განთავსება სახაზინო ოფისებში ხდება ხო? კი, ჩვენი ინსტრუმენტების დივერსიფიცირება ხო არის? ჯერჯერობით არ გეგმავთ ამას ნამდვილად, იმიტომ რომ ჩვენი ასე ვთქვათ ჩვენ ლარში გვაქვს, კი იცით რომ ლარში გვაქვს დაზღვეული, ანუ ლარში ვაზღვევთ, მიუხედავად იმისა რომ შეიძლება უცხოურ ვალუტაში კონდეს განთავსებული, მაგრამ ლარის ეკვივალენტით ხდება დაზღვევა, შესაბამისად ლარის ეკვივალენტით ხდება დაანგარიშება სავალდებულო შენატანებისაც. აქედან გამომდინარე სავალუტო რისკი ჩვენ დიდად არ გვახლავს აქ, ეს ერთი, მეორე ჩვენ ორიენტირებულები ვართ არა მაქსიმალურად თქვათ მოგებაზე, არამედ იმაზე ვართ ორიენტირებული, ისეთ ფასიან ქაღალდებში მოვახდინოთ თანხების ინვესტირება, რომელიც არის ნაკლებად რისკიანი და ლიკვიდობაც მაღალი აქვს. შესაბამისად, ამ ეტაპზე და ალბათ ასე გავაგრძელებთ კიდე უახლოესი რამოდენიმე წლის განმავლობაში თანხებს ალბათ განვათავსებთ სახაზინო ვალდებულებებში. თუმცა საშუალო
რისკიანებში შეიძლება თქვა რამდენიმე წლის მერე იყოს საუბარი. საშუალო რისკიანებში არ ამგონია, მაინც ალბათ დაბალ რისკიანში დავრჩებით, კი. დაბალ რისკიანში დავრჩებით, თან ჩვენი ფონდი ჯერჯერობით არ არის იმხელა, რომ თქვა საქართველოს ბაზარზე, ასე ვთქვათ, ვერ განვათავსოთ თანხები. კი ბატონო, ამ შემთხვევაში იურიდიული პირების შემოსვლამ რა შეცვალა ზოგადად პორტფელში? მათი წილი არ არის დიდი, ცხადია, მაგრამ რაღაც შეცვალა და რა შეიძლება იყოს შემდეგი ნაბიჯი? შეიძლება თუ დიფერენცირება მოხდეს ზღვარის იურიდიული და ფიზიკური პირების შემთხვევაში დაზღვევის. კი ბატონო, მოგახსენებთ. ესე იგი, ნამდვილად დიდი თანხა არ არის დაზღვეული იურიდიული პირების შემთხვევაში, სულ მილიარდია შესაბამისად არც კომერციული ბანკებისთვის გაზრდილა, ასე ვთქვათ, სავალდებულო შენატანები შესაბამისად, თუმცა კარგია მაინც რომ დაზღვეული არის, მეცეხანაც აღვნიშნე რომ მიუხედავად იმისა, რომ ცოტა არის თანხობრივად დაზღვეული და იურიდიული პირების შემთხვევაში 30000 ლარი არ არის ვთქვათ ისე დიდი ზღვარი, მაინც პროცენტულად მაინც დიდი ბევრი იურიდიული პირი ხდება სრულად დაზღვეულ მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დაზღვევა ყველას ეხება, მაგრამ სრულად დაზღვეული დეპოზიტები იურიდიული პირების შემთხვევაში 90%-ია, რაც არ არის ასე ვთქვათ პატარა მაჩვენებელი. ნუ ერთის მხრივ კარგია რომ დაფარვა დიდ პროცენტზე გვაქვს, ნუ მეორე მხრივ იურიდიულ პირებს ეს რა თქმა უნდა, მაგრამ ნუ ფაქტი რაც არის, ესე იგი ჩვენ ვცდილობთ რომ ერთნაირი მიდგომით, ასე ვთქვათ, ერთნაირი მიდგომა გქონდეს და რაღაც გარკვეული წილად დაზღვეულები იყვნენ იურიდიული პირები. შესაძლებელია თუ რა მიდგომი შეცვლა, რაც ვიკითხე, რომ ვთქვათ იურიდიული პირებისთვის სხვა ლიმიტი იყოს და სხვა ზღვარი. არის იცი ჯერჯერობით ვინაიდან აი ეს პროცენტული მაჩვენებები აიც ახლოს არის ფიზიკური პირი 98 და იურიდიული პირი 90%. აქ დიდად არაფერი შეიცვლება სრულად დაზღვეული დეპოზიტების კუთხით. აქედან გამომდინარე ჯერჯერობით ამაზე არ ვფიქრობ და არ ვდგამთ ნაბიჯებს. თუმცა ვფიქრობ ზღვის გაზრდაზე. ზღვარი რო გაიზრდება ავტომატურად ფიზიკური პირებისთვისაც გაიზრდება და იურიდიული პირებისთვისაც. თუმცა ეს ახლო მე არ მინდა რომ თქვათ ბანკებს რაღაცა ისეთ მოლოდინი შევქმნა რომ ხვალდაზე გავსდით ამ ზღვარს, არა, უბრალოდ მომავალში ნამდვილად იქნება ზღვის გაზრდა, აი როდის იქნება, როგორ იქნება, ამას ალბათ მომავალში მე სხვა დროსაც შეექნება. შეიძლება რომ 1 წელი, 2 წელი ან 4 წელი დაჭირდეს. 4 წელი ალბათ დიდი დრო ვადაა, მაგრამ ნუ ალბათ 26-დან დავიწყეთ ფიქს 27-ისკენ რა შეგვიძლია რომ გავაკეთოთ. წინასწარ რა სამუშაოა ხოლმე? წინასწარ ბაზრის ანალიზი, პროცენტები როგორ არის სრულად დაფარული დეპოზიტები. აი ამასთან დაკავშირებით, ნახეთ სრულად დაფარული დეპოზიტები რამდენი იქნება, ამაზეა დამოკიდებული ზოგადად მთლიანი წელი დაზღვეული დეპოზიტებისა რამდენი არის სრულ არსებულ დეპოზიტებზე, ეხლა არის 17%, სადღაც კარგი იქნება თუ უფრო მეტი გვექნება, თქვათ 20-22 არის უფრო კარგი მაჩვენებელი, თქვათ თუ ავიღებთ უფრო საერთაშორისო პრაქტიკას და უფრო კარგ პრაქტიკას, კარგია რაც უფრო თქვათ მაღალი გაქვს ეს პროცენტი. აი ამის მიხედვით გავსაზღვროთ, ასევე ეს 30000 ლარიანი ზღვარი მხოლოდ თქვათ დეპოზიტების მოცულობის გაზრდასთან მიმართებაში კი არ არის დადებითი, ასევე დადებითი არის თქვენ იცით რომ მიკრობანკები დაგვემატა ხოლმე, ეხლა დღესდღეობით 18 სუბიექტი, 19 სუბიექტი თორსა დაიწყეს შენატანები. დაიწყეს და მცირედი, ჯერჯერობით მცირეა, მაგრამ ალბათ მომავალში გააქტიურდებიან, იქიდან გამომდინარე რომ თუ დაჭირდებათ მათ, რა თქმა უნდა, ფინანსური რესურსი, უნდა მოიზიდონ დეპოზიტები, ხო? და აი კანონმდებლობით კიდე როგორ არის, ესე იგი მათ ამიტომაც მიიღეს მიკრობანკის სტატუსი. ამიტომაც მიიღო, რომ ხელმისაწვდომობა გაზრდილიყო, ხო, ფინანსურ რესურსებზე. კი ბატონო, სტატუსის მიღების ასე ვთქვათ, ერთ-ერთი мотивация ეს იყო, მაგრამ კანონმდებლობით როგორ არის, ესე იგი მიკრობანკებს არ შეუძლიათ იმაზე მეტი თითოეული სუბიექტიდან მოიზიდონ იმაზე მეტი დეპოზიტები, ვიდრე არის ასე ვთქვათ, დაზღვეული დეპოზიტების ზღვარი. ნუ დღესდღეობით ეს 30000 არის და გამოდის, რომ რაც მიკრობანკები რასაც მოიზიდავენ, სრულად იქნება დაზღვეული. და ასე რომ ეს ზღვარიც კარგი არის, რომ 15000 რო დარჩენილიყო, უფრო ნაკლებ რესურსზე ექნებოდათ, ხო, ამ სუბიექტებს და მომავალში ჩვენ კიდე იმედი გვაქვს, რომ მიკრობანკები კიდე დაგვემატებიან და რესურსებზე ხელმისაწვდომობა ექნება და როცა დაჭირდება, თუ ადვილად მოიზიდავენ. ხო, მიკრობანკებისთვის ზღვარის გაზრდა იქნება იმის საწინდარი, რომ მათ მეტი რესურსი მოიზიდავენ, რა თქმა უნდა. ეს მათთვის იქნება, ასე ვთქვათ, უფრო კარგი საომოლო პერსპექტივა. 25 წლის გეგმები როგორ გამოიყურება, ზრდის რა მაჩვენებელს უნდა მიაღწიოთ, გასაგებია 24-ის ნაწილში ესეთი ნახტომისებური ზრდა ვეღარ იქნება, იმიტომ რომ შეიცვალა რაზეც ვისაუბრეთ ჩვენ, მაგრამ გეგმას როგორ მიყობით 25 წლის ბოლოს, როგორ ჩახდება? დაახლოებით დეპოზიტების ზრდა ალბათ
იგივე ტენდენცია იქნება პროცენტულად. დინამიკა რაც არის ახლა. დინამიკა რაც არის, ახლა შენარჩუნდება ჩვენი, ასე ვთქვათ, გათვლებით. თუმცა, რადგანაც დეპოზიტები იზრდება, ეს თანხაც გაიზრდება და შენატანებიც, სავალდებულო შენატანებიც გაიზრდება. თუ მაგალითად 2024 წელს ჰქონდა 60 მილიონი იყო ჯამურად, ესე იგი, სავალდებულო შენატანები, ალბათ ესეც გაიზრდება 70 მილიონს გადააჭარბებს ჩვენი პროგნოზით, 75 მილიონამდე შეიძლება იყოს. შესაბამისად, ამ თანხებსაც ხომ შემდეგ მოხდება ამ თანხების ინვესტირება, მაგალითად თუ 2024 წელს სადღაც 19-20 მილიონამდე იყო კუპონისა და თქვათ პროცენტის სახით დარიცხული ჩვენს ასე ვთქვათ ფონდზე და რა თქმა უნდა ესეც გაიზრდება. ვფიქრობთ, რომ სადღაც ესეც 15-20%-ით მეტი იქნება ვიდრე 2024 წელს იყო. მადლობა ბატონ ლევან, მოვიკითხოთ შედეგებსაც წლის ბოლოს, როგორც დახურავთ წელს დეპოზიტების დაზღვევის აგენტოს უფროსი ლევან თოდუა იყო საქმის კურსის პირდაპირ ეთერში ჩვენი სტუმარი.